დილიდან თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მსვლელობა გაიმართა. ზოგიერთი აქცია ერთდროულად დაიწყო, ზოგი კი სხვადასხვა დროს. მშვიდობიანი აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით 13 საათზე დედაქალაქის რამდენიმე უბანში გზები გადაიკეტა. ტრენერები და ფინანსისტები. დაკავებული ადამიანები ვართ ამ შემთხვევაში, მაგრამ ის რაც ხდება მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, უკვე აღარ შეიძლება ასე ვთქვათ ყურადღების მიღმა დატოვება და მშვიდად გაგრძელება ჩვენი საქმიანობის. აი უკვე ჩვენ ისეთ სფეროს წარმომადგენლები ვართ და გვინდა ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენი საქმე ვაკეთოთ მშვიდად, წნარად, მაგრამ სიწყნარე აღარაა ის ქვეყანაში და ჩვენ წამოვიღეთ ხმა ესე ფართოდ, ასე ვთქვათ, როგორც სეგმენტი. ვაკეში ჭავჭავაძის გამზირი, საბურთალოზე ყაზბეგის გამზირი და შარტავას ქუჩა, ვერაზე კი კოსტავასა და რუსთაველის გამზირები თითქმის 1 საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. სხვადასხვა კომპანიის პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტებმა, ასევე სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებმა სრულად გადაკეტეს ჭავჭავაძის გამზირი. ოლიგარქი მოტყუდა პირველ რიგში იმაში, რომ რეალურად მშვიდად გრძნობდნენ თავს, რომ რაღაცნაირად ეს ახალგაზრდები, რომლებიც შეიძლება, არ ვიცი, თავიანთი გარეგნული მახასიათებლებით, იქნება ეს შეღებილი თმა, საყურე და ასე შემდეგ, თითქოს რაღაცნაირად დისტანცირებულები არიან პატრიოტიზმის იდეისგან და რომ თითქოს რაღაცნაირად მათში ეს ამდენი მცდელობა, რომ რაღაცა მთავარი გამოგვტაცონ, არ იქნება მათთვის რაღაცა მთავარის მანიშნებელი, ხო? და მოტყუდნენ, იმიტომ რომ ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რასაც ვუყურებთ, ყველაზე მკაფიო რაც არის სწორედ ეს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში თავიანთ საქმეს აკეთებდნენ, ხო? ახლა წარმოდგენლები არიან გულანთებული პატრიოტების და ამას აღარ ესინჯება არც ერთი კუთხე, სხვა, ხო? ცალსახად ეს არის ამის მანიშნებელი. მანამდე აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გმირთა მოედანით, საიდანაც მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირისკენ გაემართნენ. პროტესტის მონაწილეები სკანდირებდნენ საქართველო გაიფიცე. გზა გადაიკეტა თბილისის მერიასთანაც, ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები და ადმინისტრაციის თანამშრომლები. საყოველთაო გაფიცვას სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები შეუერთდნენ. მათ დროებით შეაჩერეს სამუშაო პროცესი და საკუთარი სამსახურების წინ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის მხარდასაჭერად გამოვიდნენ.
აქციას. დღეს გაანონსებული იყო პირველიდან 2 საათამდე, რომ ყველა ფერი ჩერდება, ჩვენი სასტუმროც გაჩერდა. ყველა თანამშრომელი გამოსული გარი და ვაპროტესტებთ ჩვენი ისტორიული, ასე ვთქვათ, გეზიდან გადახოვას, რაც გამოგვიცხადა, ასე ვთქვათ, არალეგიტიმურმა მთავრობამ და არ შევეგუებით მოკლედ ამ ვითარებას და ამ გეზს, რაც მათ აიგეს რუსეთისკენ. გავარჯი აქ, იმიტომ რომ ჩვენთვის მიუღებელი არის ის, რასაც ხედავთ ამ დღეების განმავლობაში ქუჩაში, ის ზალადობა, პატიმრები, რომლებიც უკანონოდ არიან დაკავებულები და სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს ადამიანებზე, რომლებიც ამას არ იმსახურებენ და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ამ ადამიანებზე ხორციელდება ზალადობა და არიან დაკავებულები. სწორედ ამას ვაპროტესტებთ და ერთ-ერთი პროტესტის ფორმა დღეს არის ესეც, რომ ვიფიცებით 1 საათის განმავლობაში და გამოვედით, არ გვეგონა რომ ამდენი ადამიანი იქნებოდა, თუმცა ძალიან გვიხარია, რომ ბევრი ადამიანი შეუერთდა ამ ლოკალურ გაფიცვებს. ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, არ გვინდა რუსეთში დაბრუნება. მიუღებელია ეს ჩვენთვის. ვიბრძოლებთ ამისთვის, მე-16 დღე იქნება დღეს და ისე ვიდგებით პარლამენტთან აუცილებლად. ამათი არჩეული არც პრეზიდენტი არ გვსურს. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ლექტორების ნაწილმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას კარგავს, რის გამოც მათი დიპლომები საერთაშორისო აღიარების დაკარგვის საფრთხის ქვეშაა. ცენტრის ხელმძღვანელობა, მათი წარმომადგენლები ტელეიმედზე გამოდიან და რაღაც სისულელებს ლაპარაკობენ. ამიტომ ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ აქ მყოფ თანამშრომლებს და აქ არიან, მე თვითონ აქ სხვათაშორის 2 წელი მუშაობდი წლების წინ და ვიცნობ, რომ აქ არიან ღირსეული თანამშრომლები. სხვათაშორის შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის დროს, როდესაც ცენტრმა მუქარის წერილი გამოაქვეყნა უნივერსიტეტებისადმი, ასეულობით თანამშრომელი გაემიჯნა იმ წერილს, გაემიჯნა ცენტრის ხელმძღვანელობას და პროტესტი გამოხატა რუსული კანონისადმი. ამიტომ აქ თანამშრომლებს მოუწოდებ, რომ ჩამოვიდნენ და დაგვიდგნენ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეკრებილებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლეს, სადაც არხის გენერალური დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვეს. გააშუქეთ სიმართლე, ამ მოწოდებით კი პარტია გახარია საქართველოსთვის წევრებმა სამთავრობო ტელეკომპანია იმედთან აქცია გამართეს. ადგილზე შეკრებილები არხის თანამშრომლებს მოუწოდებდნენ გააშუქონ ის სამწუხარო რეალობა, რაც დღეს საქართველოში. სადაც გავართ იმედის ტელევიზია მთელი 16 დღის განმავლობაში სიმართლეს უმალავს საკუთარ მაყურებელს. არც საკუთარი კოლეგების მტკივნეული მომენტები არ გაუშუქებიათ და ყოველდღიურად მათ გვერდზე ვხედავთ უამრავ ტყუილს და უამრავ პროპაგანდას, რომლითაც ისინი ადამიანებს უბრალოდ თვალს უბრმავებენ. მათ არ გაუშუქებიათ ისეთი მძიმე მომენტები, როგორიც იყო სმენა დაქვეითებული ადამიანის დევნა, რომელიც ვერც კი მიხვდა, რომ სპეცრაზმელი მისდევდა და შემდეგ ის სასტიკად ცემეს. არ გაუშუქებიათ ისეთი ამბავი, როგორიც იყო ეპილეფსიით დაავადებული ახალგაზრდის სასტიკად ცემა. ჩვენზე ქუჩებში თუ ძალადობენ ნიღბებით, იმედის ტელევიზია ძალადობს ნიღბის გარეშე. ნიღბის გარეშე ძალადობს ყველაზე, ჩვენზეც და მათ შორის მათ მომრჩეველზეც. საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან. აქციაზე თავისუფალი მიკროფონი იყო და ნებისმიერ მსურველს შეეძლო საზოგადოებისთვის სიტყვით მიემართა. ისტორიას, მის ადმინისტრაციას, რექტორს, აკადემიურ საბჭოს წერილით უკვე მივმართეთ, დააფიქსირონ ეს ორი ჩვენი თხოვნა, რომ ჩვენი ევროპული არჩევანი არის უალტერნატივო და რომ არ შეიძლება მშვიდობიან მოსახლეობაზე ახალგაზრდებზე ძალადობა. ჩვენი კოლეგის შვილები, ელენე ჯანჯალია, ჩვენი სტუდენტი, უნდოდა თუ არ უნდოდა ირიბათ, მაგრამ მოხვდა აი ამ რეპრესიებში. უამრავი ჩვენი მეგობრის შვილი, ჩვენ დღეს არ გვაქვს უფლება 20 თაობას გავჩუნდეთ და მით უმეტეს არ აქვს უფლება გაჩუნდეს ინსტიტუციას. ასე რომ კონსერვატორია, კულტურის სამინისტრო არის დღეს ჩვენი ადრესატი და ძალიან ვთხოვ, რომ დროულად გააკეთონ ეს განცხადება. ჩვენ ვიცოდეთ, რომ ვართ ნამდვილად ერთი ოჯახი და ერთმანეთს უჭერთ ხარჯს. ძალიან რთული პერიოდია ახლა ჩვენთვის ყველასთვის გასავლელი, ჩვენ რაღაც თქმა უნდა არც ვიღლებით და არც არაფრის არ გვეშინია.
მართლები ვართ, ჯერა ჩვენი სიმართლის და არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვთ. ვითხოვთ უკვე რა ვიცი რა, ჯერ ერთი პირველ ყოვლისა ის ადამიანები, რომლებიც უმოწყალოდ ნაცემები არიან და შეურაცხყოფილები არიან, უნდა გათავისუფლდნენ. არ არის ეს ლეკიანობა, რომ ქუჩებიდან და სახლებიდან იტაცებდნენ ხალხს, ეს ყოველად დაუშვებელია. მე ნუ რაღა აზრი აქვს საერთოდ რამეს თუ არ ჩატარდა ხელახალი არჩევნები, საერთოდ კონსტიტუციის მიღმა ვართ გასულები და ალბათ ჩვენ არ უნდა დავიღალოთ და რა თქმა უნდა ძალიან მალე იქნება ის შედეგი, რასაც დავიმსახურებთ ჩვენ ქართველი ხალხი და იმედია, ბევრად უკეთეს ვიმსახურებთ, ვიდრე დღეს გვაქვს. მე მგონია რომ ჩვენი სფეროს, კულტურის, მუსიკის სფეროს წარმომადგენლები ვართ ის ადამიანები, ვინც ყოველთვის უნდა ამოვიღოთ ხმა. თუ მუსიკოსი არ არის თავისუფალი, ის ვერ იქნება სრულფასოვანი მუსიკოსი, ალბათ მეთანხმებით. ამიტომ ბედნიერებაა თქვენი ხილვა და ბედნიერებაა თქვენთან ერთად ყოფნა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და წინ ევროპისკენ რა თქმა უნდა. და კიდევ ერთი მინდა შემოვედი იმ საყოველთაო პროტესტს და მოვითხოვო უკანონო პატიმრების გათავისუფლება. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები პარლამენტისკენ დაიძრნენ. საპროტესტო აქცია გაიმართა უნგრეთის საელჩოსთანაც აქციაზე იმყოფებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს უნგრეთში ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ. მათ საელჩოსთან მიიტანეს აქციების დროს სამართალდამცავების მიერ დაკავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები. აქ არის დასვენებული შემთხვევები მშვიდობიანი მონიტორინგის ცენტრის და წამების ჟურნალისტების, რომლებიც თავისი საქმიანობის შესრულების დროს ძიმედ დაშავდნენ და ასევე სამართლებრივი შეფასება და თქონა არის რომ გადააქცეთ ელჩს და თქონა არის რომ ელჩმა შეატყობინოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.